ბანოლევან, მე გავიხსენე ის რითაც ჩემს გონებაში თქვენ მუდამ იყავის და ხართ, ეს არის იმედიანი შეძახილი უიმედობის ჟამს მიშა მოვდივარ და ის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკოსებთან ერთად გადაიტანეთ, რისთვისაც არ დაზოგეთ საკუთარი ნერვები, ჯანმრთელობა, თავი. რამ გადაგაწყვეტინათ, იყო ყველას ცხოვრებაში, ვინც პატარა თუ დიდი წვლილი შეიტანეთ და შევიტანეთ რაღაცა მომენტი, რის მერეც უკვე გაუსაძლისი გახდა. თქვენს გამოცდილებაზე რო გვესაუბროთ და თქვენი თვალით დანახული ის რეჟიმი, ვინ იყვნენ და გაქვთ თუ არა იმედი, რომ ისინი შეიცვლებიან და თქვათ ერთ დღეს თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რას გააკეთებენ? ეს რო გითხრათ. პირველ რიგში ჩემთვის წყალგამყოფი გახდა გირგულიანის ამბავი და საბაბი იმისამ, რომ მე მაშინ პოლიტიკაში აქტიურად არ ვიყავი, კი ბატონო ვიყავი ვაკის დეპუტატი, მაგრამ მაინც ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკაში არ ვიყავი. ყოველდღიურ რეჟიმში მე პოლიტიკაში დავიწყე ფიქრი, რომ შევსულიყავი გირგულიანის ამბავის მერე, რომელიც მართლა ყველა დედას და ყველა მამას თავის თავზე წარმოედგინა ეს ამბავი, რომ თავის შვილს მოსლოდა ესეთი რამე, ვის არ მოვა ახალგაზრდობაში ესეთი რამე და ესეთი დაჟჯა. პირდაპირ თვითონ იძახდა, რომ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა და არავის არაფერი არ ეპატიება. 7 ნოემბერს დილის 6 საათზე ვიყავით 30 მოშიმშილი. დაახლოებით 3000 კაცი გამოვიდა კინო რუსთაველიდან რაღაც ყვითელ პლაშებში და უმოწყალოდ დაგვიწყეს დარბევა არა, უმოწყალოდ დაგვიწყეს აწიოკება. ცემა იყვნენ სპორტსმენები, რომელიც ფიზიკურად საჩხუბრად იყვნენ მოსულები და ამათ ეხმარებოდნენ ეს ყვითელ პლაშიანები, ამ ყვითელ პლაშიანებს დასუფთავების სამსახურიდან არიანო მერე იძახოდნენ, მაგრამ ისეთი ჟლეტვა იყო, ზენით აუწერელი, ეს არ აიწერება ეს 30 კაცი. ნუ ყველა ძალიან სერიოზულად დავზარალდით, გავილახეთ, მე დაზარალებულიც ვარ 7 ნოემბრის და ესე გაგვყარეს იმ ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და ვშიმშილობდით აი აქ კიბეებზე. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ. და უკვე გაბევრებული დაახლოებით 5000 კაცამდე უკან წამოვედით და დავბრუნდით და რო დავბრუნდით, შემოვედით ისევ ამ კიბეებზე, შემოვედით სხვა შორის მშვიდობიანად. გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, იმიტომ რომ დაგვინახესო ნუ ძალიან აღზნებული ეს ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით და ნაშიმშილარი 5 დღის ნაშიმშილარი ხალხი ესეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს შეიძლება გადარეულებათა ჩავთვალეს და გაახსნეს და ისევ შეგვიშვეს იქ მითხრა კობადავითაშვილმა რომ სუდალეწილია აპარატურაო და წავალ მე ბაზარშიო და ახალს ვიყიდიო თუნებას დამთხოვდა წადი მე უთხარი კობათკო და იქიდან მოიპარეს კობადავითაშვილი და სასიკვდილოდ ცემეს როცა იყო ბაზრობას აღარ დაბრუნებულა მართალი გითხრა ბევრი ხალხით მივაწექით და საბოლოო ჯამში რუსთაველიც გადავკეტეთ მაგრამ ამ მიწოვლის დროს მოხდა ისევ სერიოზული ჩხუბები და მე მეორეჯერ მოვყევი ასეთ აწიოკებაში და მეორეჯერ გავილახე ძალიან მაგრამ მე დავინახე ჩემი ძმაც თავში რაღაც რკინა ჩარტყმული როგორ მოდიოდა სისხლით ფეხზე უკვე ვეღარ ვიდექი თან 5 დღის ნაშიმშილარი ვიყავი და აი ამ ცემატყების მერე რო ფეხზე ვეღარ ვიდექი და დავინახე რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი რამოდენიმე ღვთისმიერმა ადამიანმა მომკიდა ხელი მე და ჩემს ძმას და წაგვიყვანა სავანტყოფოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი
არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატი და ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ შალვა ნათელაშვილი ოპოზიციიდან, დათო გამყრელეძე ოპოზიციიდან, ბადრი პატარკაციშვილი ოპოზიციიდან და მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ საერთო ხმები იყო იმაზე მეტი, რამდენიც მიიღო იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბევრად მეტი იყო. შემოვიდა მხოლოდ თბილისის ოქმები, რამოდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებლებიც მათ შორის იყო დაჭერილი, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული და ბევრ ოგში 1500-ით ბევრი ოქმი ჩამოვიდა, სადაც 1500 ხმით 0 ჩაწერეს. მაგრამ ის ოქმები, რომელიც მე მქონდა 2 იყო ესეთი თუ 3, მე შემომივარდნენ მასკიანები ოფისში და ყველაფერი რო წაიღეს, ისიც გააყოლეს. ახლა ოქმით ცალკე ვეღარ გადაუმალე. კომპიუტერები ხო წაიღეს, ესე ვარდებ, როცა უნდათ მაშინ შემოვარდებოდნენ. რადიო ცნობში შემოვარდნენ და ასე იყო, რა ვიცი. როცა უნდათ, რასაც უნდათ, იმას აკეთებდა. ამ ყველაფერში ძალიან ჩართული იყო დასავლეთი. ისეთი ჩართული იყო, რომ პრაქტიკულად ძალიან ინტენსიური შეხვედრები მქონდა ამერიკის ელჩთან და სხვადასხვა ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეზე არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ CSKO-ს ლევან თახნიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინც ააგო ოფიციალურად და სხვათა შორის ეს იყო ბუშის მოლოცვა და ნახევარსაათში მოყვა პუტინის მოლოცვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იმიტომ რომ იქ სერიოზული ხიდები იყო არაფორმალური გაჩაღებული რუსეთთან, ესეც მსმენია. ამის მერე მოხდა ომი, რომელიც ჩემი აზრით ამ ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზი, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, რომ მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერი საკეთებდა იმისთვის, რომ ნდობა აღედგინა და ჩაერთვა მოაზრო ავანტიურაში დაუწყო ცხინვალს დაბობმა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა საქართველოს დაკარგა პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობა. ისინი, ვინც ის ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ღირსეული ნაწილი შერჩა ისევ იმ ომს და არც იცოდა რა გაეკეთებინა. 26 მაისს იყო საპარლამენტო არჩევნები. ხურჩაში დადგეს ქართველების და აფხაზების ომი. მაშინ ზუგდიდის რაიონში კენჩიყრი და კობადავითაშვილი. და ეს ომი ისე დადგეს, რომ თელ საზოგადოებას ეგონა, რომ ომი დაეწყო და გაექცათ ეს დადგმა ხელიდან და იქ ერთი ქალი მოკვდა ავტობუსში დაიწვა. დადგმის დროს მოკვდა. ერთ-ერთი მათი მსახიობი ქალი თუ აქტივისტი დაიწვა ავტობუსში, ისე დადგეს ეს ომი. ნამდვილი სროლები და ცეცხლი დადგეს რა. ამას ვეძახი ნიჭიერებას, დადგეს მოდელირებული ქრონიკა, 2 ადამიანს გული გაუსხდა კი ისით რაც არის და ჩემი შვილები სახლიდან გარბოდნენ, სად უნდა მივიდეთ, შევიარაღდეთ და სად უნდა დავიწყოთ ომიო და მე რო გამომაცხადეს იმ მოდელირებულ ქრონიკაში, რომ რუსული ტანკზე ვზივარ და თბილისისკენ მოვიდა, აგერ ვარ თქო, ყვიროდი, აგერ ვარ, სადმე ხართ მეთქი რა. შვილები არ გიჯერებთ. და ხო ისეთი ამბავი იყო. ამას უძახი, ეს იყო რა შეიძლება ამ ადამიანებს არ გაეკეთებინათ დაწყებული 2 გვამიდან დამთავრებული, არ ვიცი, ომის დადგმამდე, ამაზე ადამიანის, ნორმალური ადამიანის ტვინი ვერ მიდიოდა აქამდე. რა უნდა დავარქვა სოზა რამას, ავტოკრატია უნდა დავარქვა თუ ტირანია, ესეც არ ვიცი. ეს იყო მართლაც წყალებში ნიჭიერი ექსპერიმენტალური რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთზე იყო ჩამოკიდებული იმის მერე, რაც მან დარბევები განახორციელა და ეს იყო მათი დაქირავებული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს ანახებდა, როგორ შეიძლება დემოკრატიის ხმალით ხალხის დაწიოკება და გაუბედურება რა.
აი ეს იყო და ეს საბოლოო ჯამში ამან ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ ვერ შევცვალეთ ხელისუფლება, ხალხი მაინც განაწყენებული დაგვრჩა და მაგრამ მიხვდით, რომ რესურსი უკვე მეტი ბრძოლისა აღარ იყო ამ საზოგადოების მუხტს, რომელიც დღითიდღე იმატებდა და ეს იყო უკვე 80%-მდე ასული, ჭირდებოდა ახალი ლიდერი, ახალი მოცემულობა, ახალი რესურსი, რაც მერე თავის თავზე აიღო ბიძინა ივანიშვილმა. ალბათ ჩვენი დამსახურებაც იყო ყველაფერი ამის ყურება ადვილი არ იყო და ინფორმაციის მიღება და საბოლოო ჯამში მშვიდობიანად მოხდა ამ ხელისუფლების გაყვანა, შედარებით მშვიდობიანად მოხდა ამ ხელისუფლების გაყვანა პოლიტიკური ველიდან და იმედი მაქვს, რომ საბოლოო გაყვანა.